ახლა კი ხარჯი წილობრივად. საერთო ეროვნულ ეკონომიკაში ეს თანხები რეალურად ძალიან დიდი, ცოტაა. გერმანიისთვის მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტის 0.6%-ია. ბალტიისა და ნორდიკული სახელმწიფოები კი, განსაკუთრებით უკვე ნახსენები დანია, საკუთარ ეკონომიკასთან შედარებით ამ გაღებული თანხებით ჩემპიონები არიან. მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5-3%-მდე ხარჯავენ უკრაინაზე. და ამაზე ამბობს ეს საკუთარ ფულს არ ხარჯავენო. აი ეს ამბობს, რომლის მთელი სამუშაო ბორია რუსის ქონების გადარჩენაზე ზრუნაა. კანონების მიღება ხელოვნების ნიმუშის გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ წინა საღამოს, როცა მეორე დილით თბილისში თვითმფრინავი უნდა დაეშვას და ბორიასთვის $1 მილიარდი ნახატები უნდა ჩამოიტანოს ლონდონიდან. და რამდენი კიდევ ასეთი. აგერ ორი დღის წინ ოქრო ზოდების შეფუტანის გათავისუფლება გადასახადიდან. ხო, აი ეს ამბობს უკრაინისთვის ფულიანანებად საკუთარიო და ფიზიკურ პირებს ახევენო. Today we approved a decision to provide 90 billion euros to Ukraine for the next 2 years. გაიგებდა შალვაპოც, რომ ახლა უკანასკნელ სამიძე ევროკავშირმა უკრაინისთვის კიდევ 90 მილიარდი ევრო დაამტკიცა. უბრალოდ ამას ხმამაღლა ახლა არ იტყვის. We made it. We have secured an agreement that we can deliver on the financing needs for Ukraine. ახლა იმ ფიზიკურ პირებზე ვიზეც ამ გული თურმე ასე შესტკივა. თვითონ აბრამოვიჩი დაასახელა და იმედი ჰქონდა, რომ ქოცამომრჩეველს მორიგ რუსი ოლიგარქზე რაღაცა ცრემლი ჩაუდგებოდა თვალში. რომან აბრამოვიჩი მოგეხსენებათ პუტინის პირველი უახლოესი წრის ნაწილია. თავის დროზე სწორად გათვალეს და რუსული ბიზნესის გასათეთრებლად მას ლონდონელთა საფიცარი ჩელსის კლუბი აყიდინეს. ჩელსიში მან ბევრი ფული ჩადო და ამ ფულმა მერე ბევრი თასიც მოიტანა. ბოლო თასი იყო 2022 წლის თებერვალში, დიდ ომამდე 10 დღით ადრე აბრამოვიჩისთვის. მაგრამ გავარდა ტყვია და აბრამოვიჩი აღმოჩნდა პირველი, ვინც მოხვდა ევროკავშირისა და ბრიტანულ სანქციებში. დაუყადაღეს ყველაფერი, რაზეც მიწვდნენ. ასე დაედო ყადაღა ჩელსისაც, რომელსაც აღარ ჰქონდა აღარც ბილეთის გაყიდვის, აღარც თამაშებზე სიარულის, არაფრის თანხა. აბრამოვიჩი დათანხმდა, კლუბი გაეყიდა, რათა გადაერჩინა. მართლაც გაყიდა და მას შემდეგ 2.5 მილიარდი გირვანკა სტერლინგი, ანუ $3.360 მილიარდი საბანკო ანგარიშზეა გაყინული ბრიტანეთში.